აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით მრავალშვილიანი დედების მხარდასაჭერად ღონისძიება ქალი 21 საუკუნეში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილმა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ანი კიტიასთან და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად აფხაზეთიდან დროებით დევნილი მრავალშვილიანი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვა. მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და ძლიერი წარმატებული მრავალშვილიანი დედების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შევხვდით დროებით დევნილ ქალბატონებს, რომლებიც არიან წარმატებული ქალბატონები, ასევე მრავალშვილიანი დედები. მესმის თუ რა არის მრავალშვილიანი ოჯახი, რამე თუ მე თვითონ მრავალშვილიანი მამა ვარ და მაქსიმალურად აფხაზეთის მთავრობა დაუდგება გვერდით მათ ოჯახებს, რამე თუ ჩვენი განათლებული თაობა არის საწინდარი იმისა, რომ დაიბრუნონ ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიები და გამონახონ საერთო ენა თავიანთ აფხაზ დებთან და ძმებთან. ღონისძიება მივუძღვენით აფხაზეთიდან დროებით დევნილ 10 წარმატებულ მრავალშვილიან დედას, რომლებმაც არა მარტო ოჯახური სითბო და გარემო შექმნეს, არამედ თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოების განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიებები ხშირად ხდებოდეს, ხშირად კეთდებოდეს. უნდა ვაჩვენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ ყველაფერი შესაძლებელია. შესაძლებელია ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი გყავდეს და ამით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გავაძლიეროთ.